მოგესალმებით. მოკლედ დღეს ცოტათი ადრე მოვჭი. და ძალიან დაღლად არ ვგზნობ ახლა თავს. ეთქობა რაღაცა არის ნორმა. რასაც გადააჭრობებ, მერე უკვე იღლები ძალიან. დღეს ესე უმაკიაჟით ვარ, მაკიაჟი საერთოდ არ მაქვს არანაირი. დამეზარე. ხოდა ესეთი ლუქსე ვარ. ლუქსეა თქვი. მოკლედ როგორც გამოვიყურები, ისე გამოვიყურებ დღეს. ახლა მივდივარ ავტობუსის გაჩერებაზე. და ნელა სახში გავისვენებ მერე საჭმელს. ხედ. ლამაზია დღეს ფოთლები. აი ესე დაკრიან. დღეს ფოთლები შემოცვიდა სამსახურში. შემოდგომა პირდაპირ სამსახურში შემოქროლდა თავისი ყვითელი ფოთლებით. აქ ის არის რომ ვარჯიშობე. ბავშვობიდან მიყვარს. ვიტრინებში საკუთარი თავის ყურება რა რომ მივდივარ ხოლმე. რაღაცა ვიხართ ესე კიდევ. აბა ვიხართ. აქ სპარია. მოკლედ კარგი ამინდია. ეს ისე რეალებს რომ აქ აქვეა ზამთარში საფათოა და საერთოდ წვიმაში საფათოა. თუ ისეთი არ გაცვია ფეხზე. ეს საკუთრებული ფეხსაცმელები. კარგად უბერავს. შემოუბერა ქარმა. აი ამაზე ვგიჟდები ისე მომწონს. ნახეთ რა. ჩემი ხმა იმედია ისმის. ნახეთ რა ლამაზია. არ ვიცი იქით ჩანს თუ არა. ჰები. აი ახალი корпуსი რო შენდება. აი ეს. მან უნდა მქონოდა მე ბინა. მაგრამ არ მომეწონა თვითონ ბინა არ მომეწონა თორე. ჭკუარო. მე ხმარა შეიძლება მე გამეკიდა და კარფაშიც გავგედით, იმიტომ ძალიან კარგ ადგილზეა. ნახეთ. ეს არ მაწყობს. ეს ავტობუსი არ მაწყობს. წუთში მოვალ, როგორც სიმციმებს აქ. რაღაცნაირი სხვა სიხშირე აქვს ამ ციფერბლატს. ანუ ნახურები სიმციმებენ და იმითო ჩანს ესე. კოლგა არ მიჭირავს, რომ მე პრინციპით გავფრინდებოდი. ხელით კი მიჭირავს, რომ ხმა არ იყოს ქარის, მაგრამ რა ვიცი რამდენად ვიცავ ხელით. მოგესალმებით. ეს კატები ნერვებს მიშლიან. მოკლედ საშინლად გაციებული ვარ მე ცოცოც. ეხლა ამათ ეხლა გადიერთი.
ახალი შემოსული ვარ სახლში, მეგობრებო, ეხლა ვიყავი სამსახურში და შეგადაში თითქოს მავიწყდებოდა, რომ ცუდად ვიყავი, თითქოს გადამივლიდასავით რაღაც მომენტებში, მაგრამ მთლიანობაში მაინც ის რაღაცნაირად მამტრევს და მოვედი, დარეკა ტელეფონმა და უცხო ნომერი იყო. რა თქმა უნდა, უპასუხე, იმიტომ რომ ველოდებოდი რაღაცას და ეს რაღაცა არის სოსოსთვის ხელფასზე თემუდან შევუკვეთე ისეთი რამე რაშიც აქვს ცეცხლის ფას გადავიხდიდი, ვიცი, იყო კარგი ფასდაკლება და ვნახოთ ახლა ერთად განყუთვა, განფუთვა, ყუთი არ არის, ასე რომ განპარკვა, ეთყობა სიცხე მაქვს. ძალიან დიდად მომაქცევ ყურადღებას ამ დროს ცოტა მეცემა ხოლმე. ხო, არა, იუმორის ამბავში მემართება ხოლმე რაღაცები, ანუ სუხუმრო. ვნახოთ როგორია რა არის. პირველად ხსნი კამერაზე, ანუ რაღაცას ეს პირდაპირ. ხო არა, იყო რაღაცები. არ ვიცი, ეს ერთი ის უნდა იყოს, მეორეც უნდა ჩამოიწყოს, ერთდროულად რო შევუკვეთე. ვნახოთ. აქ არის, ეს რა რაღაცა. კი, ერთად მოსულა, მეგობრებო, ერთად მოსულა, ახლა დაახოთ. ეს არ მეგონა ესეთი პატარა თუ იყო, მაგრამ კარგია. მაინც კარგია. აი ეს ვიცი. აი მე რა საყვარელია, მეგობრებო, ვიმტოხი და კაპიკები. ამას შეგელეთ. მოკლედ ეს იმისთვის გამოვიწერა, ანუ როცა კითხულობს რა, წიგნს კარგად იმასთას და ეხლა ეს ელემენტებზე ყოფილა. თან 3 ელემენტი სჭირდება წვრილი. მიწევს ამის ყიდვა. მე ისეთი ისა ვარ, ხელმარჯვეო სტატი, რომ შეიძლება გადავაკეთო კიდევაც და USB-ზე USB-ზე გადავაკეთო რა. USB-ში გავუკეთო და კომპიუტერში შეაერთებს. რა ეხა ელემენტი, არა, ისე იმ თვალსაზრისით რომ საბერო წაიღო და თან იკითხო, ესე კარგია, ხო, თან იკეცება ისეთია რაღაცნაირი პატარა. რატომღაც მეგონა რომ აი დაახლოებით აი ხელობა იციქნებოდა ესე აი ხელა. ჟოპოჭუდა. ეხლა ისე მაინტერესებს როგორ ანათებს. აქ კნოპკა. LED განათება, კი, LED-ია. ხედავ. მოკლედ სანამ ელემენტები არ ვიქნება, ეხლა ვერ ვნახავ, იმიტომ რომ ამას უნდა წვრილი ელემენტები. ჩვეულებრივი ახლა საათის ელემენტები კი მაქვს, მაგრამ ამაზე არ წავა. ამას უნდა იმისი პატარები, აი წვრილი ელემენტები, პულტის. ხო, მაინც მაყოფილი ვარ, რაღაცა 3 ლარი გიდო თუ რაღაცა. ხო, კაპიკები. ეხლა მე ეს რაღაცას ვეძებ. თუ არის ის შენი რაღაცა სოსოსი აი დიდია, ზომაც დიდია. მე და ძალიან დიდი არ იყოს. ის ხალხი ჩამოვა. ბიბი კრემი გამოვიწერე, მეგობრებო და როგორც ჩანს, ამასთან ერთად არ ჩამოვიდა, ის ალბათ ცალკე მოვა. მე რასაც იქნება ერთი ბიბი კრემს რომ მომიტანენ. ეს შეფუთვეს. ხო, ნუ აქ არ არის. აქ არ დევსამი. ძალიან პატარა ხო. ხო არა, აღარ ცარიებია. არა, ბიბი კრემი აქ არ ბრძანდება. ხო არა, ისე ორად იყო დაყოფილი, რატო გავყესოთ, არ ვიცი და აქ ხარ ჩადეს, სადმე. ნახეთ რა მხევაა, მეგობრებო. ამაში შეხედეთ. არა, სოსოს კიდევა დიდი ზომა. ჯობია ფართე კონდეს, ვიდრე უჭერდეს. და სხვათა შორის, კარგი ის არის ხუდი. რამდენი ღირსა.
ორეულია, ანუ ზედა ქვედა, ხუდი და შარვარი. ანუ სპორტული ის არის რა. და მგონი 30 ლარი თუ რაღაცა, როცა თავის ფასი იყო 100 ლარამდე თუ მეტი. ნახავ მერე და გეტყვი ზუსტად. მოკლედ, ეს არის ესეთი ვირა თბილია, შიგნიდან ის არის, რა ქვია. მაგას რა ქვია, ისე ხედები ისეთი გაუხეშებული, რომ არ გავაფუჭო მეშინია რამე. აი, მეგობრებო, ეს არის მარველი. ხო მარველი აწერია, კი, ეს არ მიყვარს ეს კრიონკა და რაღაცა, მაგრამ არა უშავს. მარველი აწერია, აი სოსო, გამოიხედე და დაინახე? აი ზომა, ზუსტად შენი ზომა, ხო შარვალი მაინტერესებს, თავის კაპიშონით არის, აგერ კაპიშონია, კაცო. ესე იგი, ბედნიერი ვარ, როცა სოსოს ახალი რამე აქვს ტანის სამოსი, ჯასაცმელი, მოკლედ შარვალიც ვნახოთ ეხლა. ხო, შარვალიც კარგი ზომაა, მეგობრებო, მინდა გითხრათ. რაღაცა უფრო თბილი ჩვენი ვარ. შვენიერი ზომაა. შვილო, ზუსტად შენზე შეუკერიათ ეს. არ დამცინოთ, არ დაგვრცინოთ, მაგრამ XXXL-ია. ხო. ნუ, ხო რომ მოტკლეცილი რო არ გქონდეს, ფართე ხო უნდა იყოს, სპორტულია მაინც. დედა მშვიდობაში რა კარგია, ძალიან მომწონს. ჩაიცვევ ახლა, კარგით, მერე ჩაიცვევს და გვაჩვენებს. ხო. მოკლედ, კმაყოფილი ვარ. ის კურტკა, ზამთრის კურტკა, ხო, თემუდან გამოუწერე. აქ მე კურტკაში გავიყიდებოდი, იმიტომ რომ ერთხელ ვუყიდე კურტკა და ას რაღაცა დავიშთა და თემუზე ვუყიდე, მგონი 60 ლარამდე. კარგი თბილი, თან აი ყელი, თან ცოტაში თბილი როგორი იცით, აი სპეციალური ის რო აწერია ხოლმე, რომ ანუ როგორი რაღაცა ნიშნით აღინიშნება ხოლმე, რომ თბილიაო რა, ანუ ზამთრის, როგორც ეხლა ხანს ჩვენ საბნები რო ვიყიდე, მე მაშინ მაღაზიაში ჩვენთან ზამთრის ვიყიდე, ზამთრის ავიღე და აი მართლა კარგი ის გავაკეთე 20 რამდენი დამიშთა 27 ლარი მგონი თითო, ხო სადაც ესე 40 ხო 60 ლარამდე დამიშთა 2 საბანი, 2 საწოლიანი თითო, ანუ 2 საწოლიანი და გახვეულები ვართ მე და სოსო, ანუ ის თავის საბანია გახვეული მუხლუხოსავით, მე ჩემს წელში და თბილად ვინავს ძალიან. ხო, მოკლედ კმაყოფილი ვარ. თავი სოსო იყოს ეხლა კმაყოფილი, რომ ჩაიცვებს და შვენიერია, თან ფერიც ესეთია, მოშ რაღაცა იქ ესეთი ღია ფერი იყო და ეს არის მუქი ლურჯი. ეს რაც ეხლა მე მაცვია, ეს მაჩუქა ირმამ, ასე რომ ირმა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ძალიან თბილია დღეს რომ გავიდება თქია, საერთოდ არც მეძინა. ესე იგი დავიძინე სადაც 2:30 იყო. გამომეღვიძა 3-ზე. ვიტრიალე, სადაც ესე 6 რო რაღაცა წუთები ეკოდა, მაშინ ჩამეძინა, კბილა ჩამეძინა თამა. 6 საათსა და 30 წუთზე მაღვიძა რა მქონდა დაყენებული და სამსახურში უნდა წავსულიყავი ხო და ფაქტიურად უძინარი ეს დამტრეულია გაციებული გზნობა ხო იცით, თან მე 1000 ერთხელ ვცივდები თუ დაკვირვებული ხართ, ვინც ძველები ხართ კი მოხდებით. დიდი პატარა რაღაცა ერთი ვერცხლიანი რაღაც იმითი შემოვიფარგლები ხოლმე. იმედი ხო, მოლოდინი მაქვს, ესეც მალე გაივლის, ნახოთ. მაგრამ არ მომწონს ეს ყელის და ცხვირის ეს წვა მაქვს და თავსავსეც უბრალოდ ვხსოვ. ჩემი თანამშრომელი მეუბნება სოსოს ცხოვრების დღეშია, ამას სიცხე აქვს, მე კიდე სიცხე არ მქონდა დილას და ახლა არ ვიცი, შეიძლება ამიწია.
ხო და ესე თქვა რომ მეჩემ ბავშვს იმას კოკა-კოლას ვას რომ ყველაფერზე შევიდო და მეთი კოკა-კოლას ავიღე მაღაზიაში ჩვენთან ისიაზე ავიღე კოკა-კოლა და შაქრიანი იყოს და რა ვიცი მიშველი ხო რაღაცა ცოტა ისეთი ღებინების გრძნობა მაქვს თითქოს ცოტა მოკლედ მაყოფილი ვარ და ამას ელემენტებს გავუკეთებ ესე იგი 3 ცალია აწერია აქ რამდენი ვოლტი უნდა ამის მიხედვით მე იმას USB-ს მოვძებნი და თუ დასაკლები იქნება ანუ გადამყვანის ვარიანტში რა პატარა ესეთი რეზისტორი ქვია თუ მაგას დავაყენებ ჩაუყენებ მაგის მეტი რამეს და უბრალოდ სახელები არ ვიცი რაც რა ქვია თორე ის კი ვიცი თან ისეთი რიცხვების მიხედვით არის რა მოკლედ ხო და გავაკეთებ იმიტომ რომ ეს გილანდები მაქვს ესე გაკეთებული თორე ეს დაიწვებოდა ეხლა USB-ზე აი ეს 5-ლარიანი გირლანდები როა ეს თავის ბატარეის ის კოლოფი რომ მოყვება ეგ გადავიყვანე USB-ზე და სულ მინთია გაჩვენებთ მე ამას ახლა დავდებ სადმე აქ და ხო და ესე მეგობრებო ესეთი ამბები შია ძალიან სოსომ ჩაი გამიკეთა რა იქნებოდა ჩაეგდოთ ის ბიბი კრემიც ბარემ ეხლა მართალია დიდად არ უნდა საერთოდ მაკიაჟს რა გინდა გაფი ემტერებადობის ესა საერთოდ მაკიაჟს ახმარობ ეს დღეები როცა ვერ უხსნობ თავს კარგად რა მე მაკიაჟი მეგობრებო ესე ვარ ესე გაცრეცილი იმისად დავდივარ ისიც ასე ჩაი გამიკეთა სოზომ მაშინ მოვზიდე ლიმონი და რატომღაც სოსომ ისეთი პატარა ლიმონი ჩამოვიდე ჩულო დაგენანა სოსო აგიო მეტი ჩავდე აჰა კაი ახლა იყოს აწიდა დღეს სამსახურში ცხელ წყალს ვსვავდი სხვათა შორის ვიცი რომ ცხელი წყალი არის ძალიან კარგი გაციებს აი ახალი გაციებული რო ხარ ხო უნდა აადუღო წყალი და შეიძლება ისდაგვარად რამდენად ცხელსაც შეძლებ ისე უნდა დალიო ეგ შველის საერთოდ და მე სახელმწიფოს გავიგე კიდე რომ ფილტვებისთვისაც რაღაცა კარგი ყოფილა არ ვიცი მოკლედ ესეთი ამბები დავისვენებ ახლა მე ახლა ვალდებული ვარ რომ დავწვე და დავიძინო ცოტა ხანი მაინც იმიტომ რომ ღამე ამძინებია წესივრად თუ ჩამეძინა ესეც საკითხავია იმიტომ რომ ძილი არის პირველი წამალი საერთოდ გაციების დროს გამოშუშება რა ძილში ხდება ხო დღეს კიდე ერთი ჩვენი მაყურებელი ჩემი და სოსოს მაყურებელი ნახე მაღაზიაში სახე არ მქონდა თუ მიყურებ მოკითხვა აქედან მოკლედ აი ესეა წვალობ შრომობ შეიძლება ზაგვარად ვიღებ ვიდეოებს სხვა გზა არ არის თან ახლა რომ გავიღვიძებ კიდე სადილე მაქვს მოსამზადებელი ესე იგი ჩემებთან რომ ცხოვრობდი მაშინ ძირითადად მაინც მიყვარდა მე მიყვარდა სადილების გაკეთება მაგრამ ისე რომ ყოველ დღე მე მეკეთებინოს ესეთი არ ყოფილა რა ყოფილა რომ აი თქვა 2-3 დღის განმავლობაში ზედიზედ გამიკეთებდი მაგრამ მე იქ დედაჩემი გააკეთებდა ანუ ანდა გააკეთებდა და ესე რა
და არ მიგზნია ის, რომ აი მხოლოდ და მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული ეს ყველაფერი. ეს ბოლო 6 წელია. 6 წელია ყოველ დღე გარდა იმისა, რომ და სახლში დამლაგებელიც მე ვარ, ზარეულიც მე ვარ. მრეცხავიც მე ვიყავი, ხო? ანუ სანამ სარაცხის მანქანა მექნებოდა. ხო და ესე იგი ყველაფერი მე ვარ რა. ანუ ყოველდღიურ ცხოვრებაზე მაქვს საუბარი, ყველაფერს მე ვაკეთებ. ელექტროობა გაბრჩდება, მე ვაკეთებ. ის არის, მე ვაკეთებ. ხო და სამსახურია და მე უნდა ვიარო. აბა სოხარიბის ჩემს ვაგებად. მოკლედ ესეა რა. ხო, იქ აი მე გამეღიმა რომ დამიწერე ეს კომენტარი თან ბოდიში მომხედავი თუმცა პირადად არანაირად საერთოდ რეაქცია არ მქონია ჩვეულებრივი ეს არის კომენტარი ჩემი აზრით არანაირი ის არ იყო მან საბოდიშო ესო ესეთი კაი გოგო ხარო და მარტო რო ხარო და მე კიდევ მეც გამეღიმა და იქნებ მეთქი მამალი და მოღალატე კაცები თქო ხო ფსიქოლოგიას რო გავდიოდით იქ ესეთი ის იყო ანუ ერთ გული კაცი სად არისო სამ და იმაშიო ანუ კალიოშიო რა ზოოპარკია და ნუ კლეტკებშიო რა ანუ თუ დააბავ ერთ გული იქნება რა დამული კაცი და ისე კაცი და ერთ გული ეს რა ვიცი ალბათ სანთლის საძებარია და თუ არსებობს მეთქმა გაუმარჯოს ეგეთ რაში ძალიან დიდი ეჭვი გარება კაცის გული ისეთია ვით მორევი შავი ზღვის რაგინ კარგი ცოლი ჰყავდეს მაინც ენატრება სხვისა ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა თამარდედო როცა მოკლედ დამავიწყდა კი უფრო ახლა ეტყობა სიცხე მაქვს მაშობა მიროს twins ხო და ესეა რა ეს მე არ დამიწერია ეს ოდეთ განმედა ეს ჩვეულებრივი მომენტია და ეგეთიც რო არ იყოს კაცი ის კაცათაც არ ვარ გეო იტყვის ბევრი მე ვიცი ხო ესეთიც უნდა იყოსო ბევრი ამბობს ამას ხო მე მეკითხავ მე კი მინდა რომ ერთგული იყოს როგორც ახლა ქალი ერთგულია ისე რომ იყოს მაგრამ ეგრე არ ხდება სამწუხაროდ მაგრამ ერთი შეუძლია ქალს თავი მითი ნუგეშოს რა ხა გაიგულებს გამოიგულებს და ისე სახში დაბრუნდება ხო თავარია რომ სახში დაბრუნდეს თორე დანარჩენი არ უნდა გქონდეს ქალს ამაზე დიდი ისა რა მაგრამ ზოგი ქალი ისე მეწოდება ისეთი ეჭვიანია და ისეთი ისა რა ვიცი შიგნიდან იჭამს თავს ნერვიულობისგან იმისგან ამისგან მოკლედ თან ესეთი ქალი მგონია რომ ასეთ ქალს უფრო დიდი ეგო აქვს. აი მეც ეტყობა ესეთი რაღაცა მქონდა, იმიტომ რომ მე ანუ რაღაცა თავმოყარეობაზე მირწყავდა ეს ღალატის მომენტი და ხო, ასე რომ მე მშვიდად ვარ მაგ თვალსაზრისით 15 წელია ძალიან მშვიდად, კარგად ვხსნობ თავს მაგ კუთხით და ეხლა თუ კაცი გულისხმება როგორც საფულე, მაშინ კი ბატონო, მაგრამ მე კაცს როგორც საფულეს არ აღვიქვა და ვერ აღვიქვა. კაცი უნდა იყოს ოჯახის, როგორ ვთქვათ, აი მოიცა ერთმა თქვა, მანუგეშებელი უნდა გედგას როგორჩიო რა, ზოგი ამბობს წყლის მომწოდებელი. წყალს მე თვითონაც კარგად დავლევ და ეგრეც არ არის, ახლა აი რა სიბერეშიო წყლის მომწოდებელიო რა სისულელია ყველა ჯვარწერია და კარგად ამყოფოს და დიდხანს ასაცხოს ყველა მაგრამ არ ყოფილა ეგრე რომ აგე რა დედაჩემს ახლა მამაჩემ რო გარდაიცვალა ხო დარჩა მარტო ან პირიქით ხდება ან ისე ხდება ან მოკლედ ესე არ არის რა ახლა ზაკაზად რომ ორივე მაპატიეთ სულ სიტყვა ზაკაზი შეკვეთით ორივე რომ ერთდროულად ესე ცხოვრობდნენ სიბერემდე და მე ერთ დღეს და უცბად გარდაიცვალა ასე რომ ეგ არ ჭრის ეს წყლი ერთმა შეიძლება მეორე მოგვა ერთმა შეიძლება მეორე მოგვას ხო განსაკუთრებით ქალები ისეთი გააგრესიულებულები არიან ყველაფერზე წამსვლელები არიან აგერ საბუთალოზე მაღაზიაში მე რო ჩააგდეს ჩატში რა ეს ინფორმაცია წარმოვიდგინე თინეიჯერი ბიჭები
რას ვიფიქრებდი? გოგოები ყოფილან მეგობრებო, გოგოებს უცემიათ მოლარე და კონსულტანტი საავტოფიში მოხვდნენ. არ მოგიგინოთ, ბოთლებიოთ რაღაცები უტყესო, რა ვიცი მე. არ ვიცი. საერთოდ ეს ისეთი ასაკია, გარდატეხის ასაკი, ნერვები და ის ჰორმონები უთამაშებთ და მაგ დროს გაღიზიანებაც ხო არ შეიძლება ზოგადად, მაგრამ თვითონაც არ ვიცი არ ცდილობენ ეტოლა. მოკლედ ეგ ცალკე თემაა და ძალიან დიდი თემაა. მე სახში გაღიზიანებული, სახლიდან წამოსული გაღიზიანებული, სკოლიდან წამოსული გაღიზიანებული, მოკლედ აი ესე იქცევიან. იქ ერთი შეიძლება სულ არაფერი არ საშავდა ის არც კონსულტანტი და ესე, მაგრამ რაღაცა არ მოეწონათ და აი იქ იყარეს ჯაბი საწყლოში. შეიძლება იმათაც ჰქონდათ ახლა ენა წატლეკილი, ეგეც არ არის გამორიცხული, მაგრამ ძალადობას მე არანაირად არ დავამატე. აი მე ერთი იყო ახლა ბოლო ხანებში ცოტა სასაცილო ქალი იყო. ძალიან სასაცილო. ისეთი რაღაცეებს მეუბნებოდა თავის შკოლაში, რომ ვითომ მაგ სიტყვებზე წამომაგებდა და უბრალოდ არ მინდოდა რომ ეფიქრა, რომ სულელი ვარ და თავი დამეხარა და დიო ბატონო. ჩვენ საერთოდ აი ეს არა გვაქვს კულტურაში, ჩვენ ქვეყანაში საერთოდ ტემპერამენტიანი ხალხია ქართველები. ჩვენთან არ გადის ეს საზოგადოებრივი კანონები და ესეთი რაღაც, ჩვენ ცალკე გვჭირდება, ცალკე განსაკუთრებული. ესე იგი, ანუ კლიენტი ყოველთვის მართალია და რაღაც ეგეთი კლიენტი მართალი ვერ იქნება ვერასდროს, ხო? ათაობი და არანორმალური, ხო და შესაბამისად დაცული ხომ უნდა იყოს თანამშრომლების შრომა, ისედაც იღლებიან, ისედაც საათები გადაბმული ასწორებენ მოკლედ რა გადატვირთულები და ფსიქოლოგიურად ცალკე, ფიზიკურად ცალკე იქით არგეთ რაღაცა და მოდის მერე კიდე ესეთი გადარეული ვიღაცა და უნდა ხმა არ უნდა ამოიღო და არ გაქვს უფლება რომ ხმა ამოიღო. რა სისულელია, რას ქვია, ხმა არ ამოიღო. ხმა არ ამოიღო კი არა, უნდა უჩივლო კიდევაც ეგეც რომ მეორედ აღარ გაბედოს. მე თუ მკითხავ, რა ვიცი. არაფერი არ შეიძლება ამაზე თვალის ახუჭვა და თავის დახრა და თავს დახრი და გადაგივლიან ხო ეს ლოყაში ერთ მეორეს მიუშვერ გადაწეს მე კიდე მიუშვერ კიდე გადაწეს გადაგივლის გადაკეთე ხო და ესე რომ ესე არ არის რა არის ოსო ჯერზე იცი არაფერი ესე იგი არ გაგიგია კატოკივის გადაგივლის თო არა ეს როცა დაუთმობ ადამიანს და ეს ახლა ყველა შეგნებული ხო არ არის ხო და ასე ეს ახალწლო ჭიქა ვანდამაჩკა სოსოსადრე მალე ახალი წელიც მოვა ბევრი კი არ დარჩა რა დარჩა რა ეს ნოემბერიც ჩამთავრდება მალე 1 დეკემბერი და ეგ არის всё მოგვიკაკუნა ახალმა წელმა. და რა სწრაფად გაიქცა დრო. თითქოს გუშინ იყო ზაფხული. ეხლა ნოემბერია უკვე 3-ია დღეს. ხო, დღეს 3-ია. და ესე იგი ერთ თვეში, ნუ ხო რა, ორ თვეში და მე კიდე ხო ახალი ტრადიცია მაქვს, ერთი თვით ადრე უნდა დავდგე ხოლმე ნაძვისხე. იმიტომ რომ ადრე დგავდი ხოლმე ახალი წლის წინა დღეებში, ანუ 2-3 დღით ადრე და ვერ გრძნობდი იმ ნაძვისხეს. ეხლა მართლა კაი ის მოვიფიქრე, ერთი თვით ადრე რომ დავდგა, აი ხალისობ, ანუ რომ უყურებ თვალს უხარია ნაძვისხე. ხო, ეხლა ისიც ჩამოსაღები მექნება. მე რა უნდა გავრეცხო ეს ნაძვისხე, იმიტომ რომ რამდენი ხანი არ გამირეცხია, უბრალოდ წმინდავდი ხოლმე. კარგად გავრეცხავ, გავაშვებ, გავაფუმფულებ. ნორია რა თქმა უნდა. კი მინდოდა რაღაცა კარგი ნაძვისხის ყიდვა, მაგრამ ამ სახში, მოცუცკულ სახში მეტი არც არის საჭირო. სათავაშოების განახლებაც რაც შეეხება, მე მიყვარს მაინც ის ძველებურიც რო არის იქ და რაღაცა პატარა ის რაღაცას გახსენებს.
აუ, საიდანაც წავედი, მეგობრებო, საიდან დავიწყე და სად ახალ წელზე ვარ უკვე. ხო, კარგით, აბა ძალიან შორს ვარ წავიდე, დაგემშვიდობებით ახლა და მივირთმევ რამეს ცოტა შევჭამ საჭმელს, რომ ფეხები არ გაუფშიკო და ცოტა ხანი დავისვენებ, დავიძინებ. ხო, დღეს ან ხვალ არ ვიცი, ინტერნეტი გაითიშება, უნდა გადავიხადო. და მოკლედ ესე ვარ რა, ეს სიტუაციაში. ხოლოც დილა ვარ. დილის 8-ს უნდა დავეჭრა. გურყინავდა დილას, არა, დედა, ხვალ დილა ვარ და ზეგ ვარ საღამო. ისე ყინავდა, რომ ფანჯარა გავაღე, მეთქი სუფთა ხარში ჩავისუნთქავდა და ორთქლი გამომივიდა პირიდან, ისე ყინავდა. ფაქტობრივად ზამთარია უკვე. ხო, მეც კარგად ვარ, ზამთარია, აბა რა არის. ხო, ადრე მოდიოდა ხოლმე ეს სიცივეები და ყინვები. ესა დაიმკვიდრა ბრახუნის ხვალ დავიწყე. კარგით, აბა გავკოცეთ ბევრი და